ამასობაში ჩვენ ძალიან უკიდურესად გავერთეთ ვენესუელაში მიმდინარე პროცესების მიმოხილვით. მართებულადაც ვიქცევით, განა არა, ვენესუელა მაინც მსოფლიო ეპიცენტრი იყო ბოლო დღეების განმავლობაში და ჩვენ ბუნებრივია უნდა გვესაუბრა კიდეც ამ საკითხზე, მაგრამ ამასობაში სხვა საკითხები თითქოს მეორე ხარისხოვანი გახდა. არადა მსოფლიოში ძალიან საინტერესო სხვა პროცესებიც მიმდინარეობს გლობალური უსაფრთხოების, მშვიდობის დამყარების კონტექსტში, ომის კონტექსტში, რასაკვირველია, ორი სიტყვა ისევ ვენესუელაზე, რასაკვირველია მადუროზე კონკრეტულად ჩვენ უნდა გვესაუბრა, აბა რა უნდა გვექნა და უმრავლესობა მიმომხილველებისა საქართველოში ცუდები, კარგები თუ უკეთესები რასაკვირველია უმრავლეს შემთხვევაში სვამენ აბსოლუტურად სწორ აქცენტს. მე ერთ აქცენტს შემოგთავაზებთ თქვენის ნებართვით, მადურო ვეღარასოდეს ვეღარ გახდება ვენესუელის ლიდერი, მაღალი ალბათობით ის საკუთარ სიცოცხლეს და ასრულებს საპატიმროში ამერიკის შეერთებულ შტატებში, რამდენადაც არის ამერიკის კონკრეტულად ამერიკის სახელმწიფო ინტერესების მტერი პირი. მე როგორ განვითარდება მოვლენები, როდის ჩატარდება არჩევნები თუ ჩატარდება და ალბათ ჩატარდება. ჩემი ვარაუდით არა 30 დღეშიც არა, დაახლოებით 5-6 თვეში ჩატარდება არჩევნები. ამერიკის შეერთებული შტატები მისცემს ვენესუელის ხალხს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას მაშინ, როდესაც აბსოლუტური გარანტია ექნება იმისა, რომ ვენესუელა არ დაუბრუნდება იმ წარსულს, რომელიც შექმნა თავის მხრივ ხსენებულმა მადურომ. მე უკვე ამ თემაზე საუბარიც აუცილებელია, მაგრამ ასევე აუცილებელია საუბარი თემაზე, რომ რუსეთი დასუსტდა ამ შემთხვევაში სამხრეთ ამერიკაში და ჩვენთვის მესმის უამრავი კრიტიკა, უამრავი არგუმენტი ტრამპის წინააღმდეგ, ტრამპის ამ მოქმედების წინააღმდეგ, საერთაშორისო სამართალი დაარღვია. არანაირი საერთაშორისო სამართალი აღარ არსებობს რეალურად და არც უნდა არსებობდეს გაეროს ქოლგის ქვეშ არსებული საერთაშორისო სამართალი. მესმის ეს კრიტიკა, მაგრამ ძალის დემონსტრირება მოახდინა შეერთებულმა შტატებმა ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში და მართებულადაც მოიქცა და რუსეთი სადაც სუსტდება ამ შემთხვევაში სამხრეთ ამერიკაში, ეს ჩვენთვის კოლონიისათვის, ყოფილი კოლონიისათვის რასაკვირველია ძალიან კარგია. რუსეთი იცით რა არის, ამ მაგალითს გამოიყენებს, იმიტომ რომ პრეცედენტს გამოიყენებს, იმიტომ რომ ამერიკამ ეს გააკეთა და მასაც აქვს უფლება, ან მიეცემა უფლება, რომ რაღაცა არ ვიცი, სომხეთის თუ საქართველოს თუ მოლდოვის წინააღმდეგ გაილაშქროს. რუსეთს არანაირი პრიჩინა არც არასოდეს არ სჭირდებოდა. მან დაარღვია პირველმა საერთაშორისო სამართალი ერთმა დაწერა 2014 წელს, მაგრამ მე გეტყვით, რომ ჩემი მოსაზრებით გაცილებით ადრე და არც 2008 წელს საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ საერთაშორისო სამართლის დარღვევა დაიწყო ჩვენთან იმართებაში პირველ ყოვლისა რუსეთმა და ეს აღსანიშნავია. მოკლედ რუსეთი სადაც დასუსტდება, როცა დასუსტდება, ეს ძალიან კარგია ჩვენთვის. ირანშიც რომ დასუსტდა და კიდევ უფრო მეტად დასუსტდება გარკვეული ალბათობით, ეს ჩვენთვის მომგებიანია. ჩვენ გავერთეთ მადუროზე საუბრით, მაგრამ ამასობაში გამოგვჭა ან მეორე ხარისხოვანი გახდა პირველ ხარისხოვანი თემა რაც უნდა იყოს ჩვენთვის. რუსეთი სუსტდება, ინგრევა მეთქი ასეც ვიტყოდი, მაგრამ მოდი სხვა სიტყვა ვიხმაროთ. სუსტდება უკრაინაში 4 წელი გავა მალე, მას შემდეგ რაც დაიწყო სპეცოპერაცია, ეგრეთ წოდებული SVO, რომლის 3-4 მიზანის ბიზნეს თაობაზე თქვენ იცით, ეს არის დენაციფიკაცია, მაგრამ მიიღო მეტად ნაციფიცირებული უკრაინა. ეს არის დემილიტარიზაცია და რომელ დემილიტარიზაციაზეა საუბარი, ალბათ ყველაზე ძლიერი არმია ჰყავს მოცემულ ეტაპზე უკრაინას, გერმანიაზე ძლიერიც მეთქი გავბედავ და ვიტყვი, გერმანიაზე თუ საფრანგეთზე ძლიერიც შესაძლოა ეს არ არის, მაგრამ ბრძოლაში გამობრძმენდილები არიან ის უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც აი ამ წუთასაც კი იცავენ უკრაინის სახელმწიფო ინტერესებს და ეს რასაკვირველია ძალიან კარგია. ნატოში უკრაინა არ უნდა შევიდესო, თითქოს შედიოდა, თითქოს მიუხედავად 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა დღე-დღეზე შედიოდა უკრაინა ნატოში, ახლა უფრო მეტი შანსი აქვს ნატოში შესვლის უკრაინას 2026 წლის 7 იანვარს, ვიდრე ჰქონდა 2022 წლის მაგალითად 23 თებერვალს, ან 24 თებერვალს. მადუროზე ერთ სიტყვასაც ვიტყვი, მოდის ვიხდი რომ არ გამომჩეს. ვენესუელა ახლა გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია. კი მოდიშებთ რომ ისევ გადავხდი ვენესუელის თაობაზე, ვენესუელის საკითხზე.
ვენესუელა ახლა გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე იყო შარშან 7 იანვარს. გილოცავთ ეგრა მაგის პასუხია შობას ან შარშან წინ 18 თებერვალს, რატო გამახსენეთ 18 თებერვალი ღმერთმა უწყის 18 თებერვალს ვიზიდე ივანიშვილის დაბადების დღეა, ის 70 წლის გახდება და მანამდეც და 18 თებერვალსაც და შემდეგაც ჩვენ ვილაპარაკებთ ამ ორჯონიკიძეზე უარეს კაცზე მეთქი, რომელმაც ეს ქვეყანა გააჩერა და დასრულებას კი ამ ქვეყნის დასრულებას რუსეთთან ერთად რასაკვირველია ცდილობს კარგი ბიზიდა ივანიშვილის თემა გადავდოთ, სხვა დროს ვილაპარაკოთ, მიუბრუნდეთ ისე უკრაინას, უკრაინის თემა აკი გამოგვჭა კი არა მეორე ხარისხოვანი გახდა, და მეორე ხარისხოვანი გახდა მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის გარშემო ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობს და ერთ-ერთი კი არა, ალბათ ყველაზე საინტერესო პროცესი დასრულდა გუშინ, ასე გეტყვით, ეს არის პარიზში შეხვედრა, სურველთა კოალიციის შეხვედრა, ვინ არ იყო, მათ შორის ამერიკელების, და ამერიკელები ვიტკოფის დონეზე, მე არა ვარ ამ კაცზე განსაკუთრებული აზრის, მაგრამ გუშინ ბრწყინვალე იყო, მეთქი ასე ვიტყვი ვიტკოფი, მე უფრო მოდი ასე ვიტყვი რუბიოს გუნდის, რუბიოს მიმართულების, რუბიოს სიხისტის მომხრე ვარ და არა ვიტკოფისა თუ კუშნერისა. ვიტკოფისა, კუშნერისა თუ ჯეიდი ვენსისა, რომელიც ამ ბოლო ხანებში ეგრა მაგის პასუხია არ ნაკლებად ჩანს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ეხლა ჩემს დამოკიდებულებას ვიტკოფის მიმართ, აკი გითხარით, რომ ის იყო ბრწყინვალე და გუშინ რა მოხდა პარიზში, ისტორიული დღეა ეს, უკრაინამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა მიაქციეთ ყურადღება უკრაინამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში მრავალეროვნული ძალების განთავსების შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, ანუ ომი დასრულდება, როცა იქნება, დასრულდება რუსეთი რომ არ ასრულებს, ამაზე არ ველაპარაკოთ, იმიტომ რომ ეს ისედაც ყველამ ვიცით და ომის დასასრული რომ არ უჩანს, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ როცა დასრულდება, მაგალითად 2027 წელს, 28 წელს, ამ სამმა სახელმწიფომ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და უკრაინამ მოაწერეს ხელი დასრულების შემდეგ უკრაინაში მრავალ ეროვნული ძალების განთავსების შესახებ დეკლარაციას. მაკრონმა თქვა შემდეგი სიტყვები: ბოლო 15 წლის განმავლობაში რუსეთის მიერ ხელმოწერილი ყველა სამშვიდობო შეთანხმება დაირღვა და აი აქ საფრანგეთის ლიდერი, რომელზეც კიდევ ვიტყვით ორ სიტყვას და სწორედ ვიტკოფის კონტექსტში რა თქვა ვიტკოფმა მაკრონზე, ამასაც მოგახსენებთ, მაგრამ აქ საფრანგეთის ლიდერი და მე თუ მკითხავთ ბოლო პერიოდის საფრანგეთის საუკეთესო ლიდერი, ანუ თუ მაინც და მაინც უნდა შევადაროთ ოლანდს, მაგალითად, ან სარკოზის, მაგალითად, ან სხვებსაც ხო, ბოლო პერიოდის ამდენად ჟაკ შირაკზე დიდი ლიდერია, ალბათ არ ვიცი, მაგრამ მაკრონი ძალიან დიდი ლიდერი აღმოჩნდა დღევანდელი საფრანგეთისათვის, სწორი ლიდერი აღმოჩნდა, უფრო ზუსტი რომ იყო, აი აქ ეს სწორი ლიდერი საფრანგეთისა ამბობს შემდეგ სიტყვებს, ესე იგი, ბოლო 15 წლის განმავლობაში რუსეთის მიერ ხელმოწერილი ყველა სამშვიდობო შეთანხმება დაირღვა, ახსენებს მოლდოვას, ახსენებს საქართველოს და ახსენებს რასაკვირველია უკრაინას ფრონტის წინა ხაზზე მყოფ სახელმწიფოს. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ანუ ჩვენ ეს ექსპერიენსი გვაქვსო, ჩვენ ვიცით, რასაც აკეთებს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთიო, აქედან გამომდინარე ჩვენ გვჭირდება მშვიდობის მხარი გარანტიები. რა არის ეს მშვიდობის მხარი გარანტიები? კვლავ ვიმეორებ, ეს არის მრავალ ეროვნული ძალების განთავსება, სად მოხდებაო, რომელიმე თქვენგანი მკითხავს და აქვე ამთავითვე გიპასუხებთ, რომ მაღალი ალბათობით მოხდება დასავლეთ უკრაინაში, მაგრამ აქ ფაქტა აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა, ფაქტი, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შევლენ ევროპის მსურველთა კოალიციის შეერაღებული ძალები 20-25 შესაძლოა 30,000 გაჩნდა რამდენს მოკრებენ, ხო? მსურველთა კოალიციას ვინ შეავსებს და რამდენიც შეავსებს. ეს არის დასავლეთ უკრაინა, რომლებიც ეს ჯარისკაცები, ეს ჯარი დაიცავს უკრაინის უსაფრთხოებას უკვე. შემდგომ ცხადია, უკრაინის ჯარისკაცებთან ერთად ჩვენ გვჭირდება მშვიდობის მხარი გარანტიებიო ბრძანებს საფრანგეთის ლიდერი. რუსეთის შესაძლო აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვის პირველი ხაზი ძალიან საინტერესო ამბავია. თავდაცვის პირველი რუსეთის შესაძლო აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვის პირველი ხაზი იქნება სწორედაც რომ უკრაინა ამბობს მაკრონი და ომის დასრულების შემდეგ უკრაინის არმიის რიცხოვნობა რაოდენობა 700,000 მიაღწევს. ეს სხვაშორის ახალი რიცხვია, თუ გულახდილები ვიქნებით, აქამდე თითქოს უკრაინა თანახმა იყო, რომ 800,000 ჯარისკაცი ჰყოლოდა და არა 700, 100,000 ცოტა არ არის, 100,000 შემცირება, მაგრამ უკრაინა წავიდა ამ კომპრომისზე როგორც ჩანს და
ალბათ მართებულადაც მოიქცა, ოღონდ ეს ყველაფერი ომის დასრულების შემდეგ, ხოლო დასავლელმა პარტიორებმა მისი მხარდაჭერა უკვე გადაწყვიტეს. მსრუბელთა კოალიციის ქვეყნებიდან უცხოური ძალები განთავსდებიან ადგილზე, ხმელეთზე, ეს ძალიან საინტერესო დეტალია, ხმელეთზე, ჰაერსა და ჰაერში და ზღვაზე, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულების უზრუნველს საყოფად. ეხლა უკვე სტარმერი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რომელსაც მე ვერ ვუწოდებ საუკეთესო პრემიერ-მინისტრს ბოლო პერიოდისას, საერთოდ რა პერიოდიდან ვითვლი, მოდი ასე ვიტყვი, უფრო ზუსტი რომ ვიყო, მაგალითად ბრიტანეთთან მიმართებაში რასაკვირველია ვითვლი მარგარეტ ტეჩერიდან, ანუ 80-იანი წლების განუმეორებელი ლიდერიდან ვითვლი. სტარმერი არ არის საუკეთესო პრემიერი ჩემი მოსაზრებით ბრიტანეთისა, მაგრამ ამასაც ჩემ მოსაზრებას ამ შემთხვევაში რა მნიშვნელობა აქვს. მოკლედ ეს სტარმერი ამბობს, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინაში სამხედრო ცენტრებს. ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინაში სამხედრო ცენტრებს შექმნიან. სჭირდება თუ არა უკრაინას ნატო? მე კვლავ იმას ვიტყვი, კვლავ გეტყვით, რომ უკრაინას ნატო სჭირდება, მაგრამ აი ესეთი ცენტრების შექმნა მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, მე ვიტყოდი რომ შეერთებულ შტატებთანაც მეთქი, მაგრამ ამასაც დრო მოიტანს გარკვეული პერიოდის შემდეგ, ალბათ უფრო, მოდი ამ სიტყვით შემოვიფარგლები. ჩვენ მშვიდობასთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე, მაგრამ წინ ყველაზე რთული ნაბიჯებია. რა არის ეს რთული ნაბიჯები, რომ რუსეთი დაიყაბულონ, რომ რუსეთი თანახმა იყოს მშვიდობაზე, რუსეთი თანახმა მშვიდობაზე არ არის, მაგრამ თავად ეს ფაქტი, რომ ევროპელები ამერიკელებთან ერთად ამგვარ ცენტრებს და ამგვარი უსაფრთხოების გარანტიას მისცემენ თუ აძლევენ უკრაინას უკვე პოსტ-ომის პერიოდში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ამბავია. ახლა გამოხტეს რომელიმე ბანდიტი ქართული ოცნებიდან და ილაპარაკოს იმაზე, რომ უკრაინა დაინგრა, უკრაინა გადარჩა პირველ ყოვლისა როგორც სახელმწიფო. ეს უკვე ამის გარეშეც კი ასე იყო, მაგრამ ამის შემდეგ მით უფრო სათქმელია ეს, უკრაინას სხვა შანსი არ ჰქონდა გარდა წინააღმდეგობის გაწევისა და ძალიან დიდი მსხვერპლი კი გაიღო 2022-დან 25-ის 26 დადგა უკვე ხო, ამ 4 წლის განმავლობაში, ანუ 4 წელი ამოიწურება იცით თქვენ 24 თებერვალს, მაგრამ უკრაინის სახელმწიფოს, უკრაინის ხელისუფლებას, ზელენსკის პერსონალურად სხვა გამოსავალიც არ ჰქონდა, შანსიც არ ჰქონდა. ეს ის ზელენსკია, ბარემ კიდევ ერთხელ ვთქვათ, ეს ის ზელენსკია, რომელიც ვიდრე 1 წლის მიწურულამდე, 22 წლის თებერვლამდე პრინციპში მაინც ამ სამშვიდობო თუ მშვიდობიანი რიტორიკით გამოირჩეოდა, მაგრამ რუსეთს უმომრასი უნიპანიათ ხო, ვერ გაიგებ ჭკუას, ვერ მიუხვდები რას აკეთებს რუსეთი და რუსეთს განზრახული ჰქონდა უკრაინის დანგრევა, სულ რომ უარი ეთქვა უკრაინას ნატოში ასე მაგალითად და გამოეცხადებინა სიტყვა, ასეთ კი ეთქვა სიტყვა, რომ ხო, მე ვიქნები დენაციფიკაცია მოხდება ჩემს ქვეყანაში. რას ნიშნავს ეს დენაციფიკაცია? რუსეთისეული გაგებით მე მესმის. ეს არის დებანდერიზაცია, ანუ თქვენ არ უნდა იყოთ ნაციონალისტები, თქვენ არ უნდა გიყვარდეთ თქვენი უკრაინა. თქვენ არ უნდა იბრძოლოთ თქვენი უკრაინისათვის და ნებისმიერი უკრაინული ენის ნებისმიერი გაკვეთილი უკრაინული ენისა, ხო, გაკვეთილი ლექცია, უკრაინის ისტორიის თაობაზე ლექცია და ლექციათა კურსი დასაკვირველი უმაღლეს სასწავლებელში ისტორიის სწავლება უკრაინისა, ჩათვლიდა რუსეთი და თვლიდა რუსეთი, რომ ეს იყო ნაციფიკაციისკენ გადადგმული ნაბიჯი, ამიტომ აზრი არც ჰქონდა საბოლოო ჯამში ეგრეთ წოდებული რუსეთის ეგრეთ წოდებული მოთხოვნების გაზიარებას თუ მიღებას. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვხედავთ, რომ პუტინი მშვიდობისთვის მზად არ არის. ეს ცხადია, ესეც სტარმერის სიტყვებია, უკრაინაზე შემდგომი საშინელი დარტყმები, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები და მილიონობით ადამიანისთვის ელექტროენერგიის გათიშვა ზამთრის შუა პერიოდში, ამას ცხადყოფს, ხო, ამ ზამთრის შუა პერიოდში უკვე ესე იგი გამოდის, რომ თებერვლიდან 2022 წლისა 22 წლის ზამთარი, 23 წლის ზამთარი, 24 წლის ზამთარი, 25 წლის ზამთარი, 26 წელი კი დადგა, მაგრამ 25 წლის ზამთარს მივათვალოთ, ესეც 4 ზამთარია. რუსეთი ანადგურებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას უკრაინისა და დასავლეთ ძალიან ძვირი უჯდება აღდგენაც და უკრაინის მომარაგებას და უკრაინის
გადარჩენა ამ თვალსაზრისითაც შეხიდება ამ თვალსაზრისითაც და უკვე შემდგომ განცხადებას აკეთებს გერმანიის გენიალური კანცლერი, მე თუ გითხავთ, აი აქ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბატონი მერცი ბევრად უკეთესია ვიდრე შოლცი, რომელიც თავის მხრივ ბევრად უკეთესი იყო ვიდრე მერკელი და მერკელი კიდე იმაზე უარესი იყო ვიდრე შრიოდერი მეთქი, მოკლედ ერთი მეორეს ტოლს არ უდებდა, მერკელია და რო დასრულდა გერმანიაში, ეს არის გერმანელებისათვის მისალოცი ამბავი. გერმანია აიღებს პასუხისმგებლობას უკრაინისა და მთლიანად კონტინენტის უსაფრთხოებაზე გაიღვიძა გერმანიამ. არა, გერმანიას ჯერ არ გაუღვიძია, მაგრამ არ გაუღვიძია ისე როგორც ჩვევია მას, მაგრამ გერმანია მძლავრი, ანუ მძლავრესი სახელმწიფოა, მოდი ასე ვთქვი, პოტენციაში მით უფრო და თუ ამ განცხადებას აკეთებს ფრიდრიხ მერცი, ეს ნიშნავს, რომ გერმანია საქმეს სერიოზულად მოეკიდა, მით უფრო ამერიკელების ერთგვარი პასიურობის მეთქი ამას როგორ ვიტყვი, არავითარ შემთხვევაში, მით უფრო რომ ჩვენ უნდა მივადგეთ ახლა და ამერიკის წარმომადგენლის ხსენებული ვიტკოფის განცხადება უნდა გაგაცნოთ და ამერიკის მონაწილეობა შემდგომ პროცესებში, ამაზეც ალბათ ორი სიტყვა უნდა ვთქვათ. ზელენსკის უთქვამს, უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვისათვის რაკეტები, რადგან სამწუხაროდ რუსეთის დარტყმები დიპლომატიის მიუხედავად არ წყდება. რუსეთი ამ ეტაპზე დიპლომატიაში 100%-ით არ ერთვება, 100%-ით არ ერთვება, მხოლოდ იმიტომ, რომ კვლავ გეგმავს დარტყმებს ჩვენს ენერგეტიკაზე, ჩვენს ინფრასტრუქტურაზე, მშვიდობიან ქალაქებსა და სოფლებზე. ამიტომ თითოეული ჩვენი შეხვედრა, მათ შორის ეხება თავდაცვას. ამ თემაზე ტრამპთანაც ვისაუბრეთ მარ-ა-ლაგოში, მადლობას ვუხდი მას გაგებისა და მხარდაჭერისათვის, ხო, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, ბევრი არასწორად მიიჩნევს იმას, რომ ორპოლუსიანი გახდა მსოფლიო, ან სამპოლუსიანი გახდა მსოფლიო, მეც მithქვამს განა არა, რომ რამდენიმე პოლუსია დღეს მსოფლიოში და ჩამომისახელებია კიდეც, ეს არის შეერთებული შტატების პოლუსი, ეს არის პეკინის პოლუსი, ეს არის ნიუ-დელის პოლუსი, შეიძლება ასეც ითქვას, თუ მაინც პოლუსია მოსკოვი და საკვირველი და ევროკავშირი მეთქი, მithქვამს, ანუ ხუთი ძლავრი ცენტრი დამისახელებია. მაგრამ დამოუკიდებლად იმისა, ეს ასე არის თუ არა, შესაძლოა მე ვცდები, შესაძლოა სხვა ცდება. ეს არის უფრო ერთგვარი ფაქტის კონსტატაცია. ამერიკის შეერთებული შტატები, თუ ეს ასეა მაინც, ამერიკის შეერთებული შტატები დიდად არ აღიარებს შესაძლოა, მაგრამ არ ეპუება მრავალპოლუსიანობას და აკი ამიტომაც არა მხოლოდ სამხრეთ ამერიკაში ვენესუელის მაგალითზე, არამედ ოკეან გამოღმაც ის აპირებს საკუთარი ძალის დემონსტრირებას. ირანი ერთ-ერთი შემდეგი იქნება, შეგვიძლია ვიკამათოთ და ვიბსჯელოთ და დავიწუნოთ შეერთებული შტატების პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში, ესეც კი შეგვიძლია და მით უფრო მაგალითად დანიასთან ან დანია გრენლანდიასთან მიმართებაში, დანიის ნაწილ გრენლანდიასთან მიმართებაში და ეს საგა, ეს ეპოპეა ჩვენ კიდე გველის წინ და ბევრს წასწდება კრიტიკული სიტყვა ტრამპის გადაწყვეტილების მიმართ, თუ ის გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორიც სავარაუდოდ იქნება, მაგრამ რომ ვიცოდეთ, მაინც ამერიკის შეერთებული მძლავრი ან ერთადერთი მძლავრი სახელმწიფოა, ყოველ შემთხვევაში, რომელიც აძლევს საკუთარ თავს უფლებას, რომ ეს ოპერაცია ჩაატაროს. თურქეთზეც მინდოდა მეთქვა ორი სიტყვა. შავ ზღვაზე ამ კონტექსტში აქ აღარა მომიწერია, შავ ზღვაზე უკრაინის უსაფრთხოების კონტექსტში ძალიან აქტიურად ჩაერთვება სწორედ თურქეთი და ის გააკონტროლებს შავ ზღვას. რუსეთი უნდა განიდევნოს, როგორც ბალტიის ზღვიდან არის პრაქტიკულად განდევნილი, ისე უნდა განიდევნოს შავი ზღვიდანაც, მიუხედავად ამოუკიდებლად იმისა, მას დაშერჩება თუ არა მოცემულ ეტაპზე ყირიმის ნახევარკუნძული. რუსეთის შავი ზღვის ფლოტი იცით თქვენო ძალიან დასუსტებულია, განსაკუთრებით კრეისერ მოსკვას ჩაძირვის შემდეგ და კიდევ უფრო მეტად უნდა დასუსტდეს და იქ ჰეგემონია ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში უნდა დაყაროს სწორედაც რომ თურქეთმა და უკვე შემდგომ ნატოს წევრ სხვა სახელმწიფოებთან ერთად და უკვე შემდგომ რასაკვირველია უკრაინამაც. და უკვე რას გიხსენეთ, ეს ცხადია ვიტკოფი არ აკეთებს არანაირ განცხადებას ტრამპთან შეთანხმების გარეშე და არანაირ ნაბიჯს არ დგამს, ის მიმართავს მაკრონს, თქვენ საოცარი ადამიანი ხართ, მადლობა საოცარი ადამიანი ხართ, მადლობა ღმერთს რომ არსებობთო, რატომ? იმიტომ რომ საფრანგეთმა აიღო ლიდერობა ევროპის კონტინენტზე, ალბათ ასე უნდა ვთქვათ, გერმანიასთან და ბრიტანეთთან ერთად. ამ შეხვედრაში სხვადასხვა იყო იტალიის გენიალური ჩემი მოსაზრებით, თუ მაინც და მაინც ვადარებთ, ხო ბერლუსკონის ბევრად რო ჯობია, ქალბატონი ჯორჯა მელონი,
ეს ხომ ცხადზე ცხადია იმ ბერლუსკონის, რომელიც ცოცხალი აღარ არის და რომელიც რუსეთის ყოფილ ლიდერთან ელცინთან ცოტაზე მეტად თამაშობდა. კიდევ რაღაცის თქმა, რამდენიმე საკითხის თქმა, რამდენიმე საკითხზე მინდოდა ყურადღების გამახვილება. სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ბოდიშიხლი ეს არ არის მასთან დაკავშირებით, ეს გრენლანდიასთან დაკავშირებით არის. მოდი ჩავხედოთ უკრაინასთან მიმართებაში რაც ხდება. ვიტკოფი უკრაინის ომის შემდგომ აღდგენის პროექტი დაანონსა, მისი თქმით ეს უკრაინელი ხალხისთვის უზარმაზარ შესაძლებლობას ქმნის. ძალიან საინტერესოა ერთი ნაწილი, ნახეთ რას ამბობს ვიტკოფის ციტირება BlackRock, ანუ ამერიკული გლობალური საინვესტიციო კომპანია, რომელზეც ქართული ოცნების შეშლილები ამბობენ, რომ ეს არის სწორედაც Deep State, გლობალური ომის პარტია და BlackRock-ს ურტყავენ და BlackRock-ს აკრიტიკებენ და BlackRock-ს იზულებენ. ეს BlackRock-ი სხვათა შორის ჩვენ საინვესტიციო პროექტებში და საინვესტიციო ინსტიტუციებში მონაწილეობს, ასე მაგალითად TBC ბანკში აღარ მახსოვს რამდენი პროცენტის, მაგრამ რამდენიმე პროცენტის ფლობელია თუ არ ვწდები 20-ის, მაგრამ შესაძლოა ვწდები. მოკლედ ვიტკოფი ამერიკელები, რომლების თანაც ურთიერთობის დალაგება თითქოს უნდა საქართველოს de facto ხელისუფლებას, ამბობს, რომ BlackRock-ი თან ერთად იმუშავებს შეერთებული შტატები უკრაინის მომავლის პროექტზე. მისი მიზანია ისეთი პირობების შექმნა, რომ ომიდან დაბრუნებულმა ადამიანებმა სამსახურის პოვნა და საკუთარ სამშობლოში შეძლონ. მოახერხოთ. მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი უკრაინელი ხალხისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. BlackRock-ი და გლობალური ომის პარტია, უკაცრავად Deep State თუ ერთვება ამ პროცესებში, იზინა ივანიშვილზე კი არ მიდოდა არც ერთი სიტყვის თქვა, ვიდრე 18 თებერვლამდე, მაგრამ ხო, თქვენ როგორ უნდა გადაურჩეთ აი ამ ყველაფერს, მე კარგად არ მესმის და ვერასოდეს გავიგებ. კიდე იყო აქ რამდენიმე საინტერესო საკითხი. მერცის თაობაზე გითხარით, მაკრონის თაობაზე, რომ საოცარი ადამიანი ხართო, რომ მიმართავს ვიტკოფი მაკრონს, ესეც მოგახსენეთ. ვლოდიმირ ზელენსკი სინაარსიანი საუბარი ჰქონდა ამერიკელ მხარეთან მონიტორინგის შესახებ. ხო, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია იმას მუდმივად უნდა გაუსვათ ხაზი, რომ რუსეთი არანაირ ხელშეკრულებას არ მოაწერს ხელს, ვიდრე დონბასის იმ ნაწილს არ გადასცემენ. და რო არ გადასცემენ, ეს ფაქტია. უკრაინა რომ არ დათმობს, ეს ფაქტია. ამიტომ აძლიერებს ამ დონბასის დაახლოებით 1/3-ზე, 25-27%-ზე იერიშებს რუსეთი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აძლიერებს, ვერანაირად ვერ მიიწევს წინ. არ ვიცი, ქართული ოცნების მესვეურებმა და მომხრეებმა იციან თუ არა, ვინც ჩემი ბლოგის მაყურებელია, რომ 2025 წელს რუსეთმა 1%-იც კი ვერ აიღო იმ ტერიტორიებისა, რომელთა აღებაც მას სურდა, ანუ თუ გებავთ ასე ვიტყვი, მთელი უკრაინის, იმიტომ რუსეთს სჭირდება და უნდა მთელი უკრაინის აღება. სტარმერის ციტატა გაგაცანით, სიტყვები გაგაცანით, ფოტოსაც გაჩვენებთ, 700,000 თაობაზე გითხარით. ნებაყოფლობითი კოალიცია, სრულელთა კოალიცია ალბათ სწორია, ქვეყნების უცხოური ძალები განლაგდებიან ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულების უზრუნველსაყოფად. მაკრონი, სამშვიდობო შეთანხმებები, რომლებიც რუსეთმა და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი პრინციპში ვიცით. ირანის თაობაზეა უკვე შემდგომი ნიუსი და ტრამპის ოხუნჯობაზე შემდგომი. მოკლედ, ვენესუელა საინტერესო იბოდიშეთ. ვენესუელის თემა ძალიან საინტერესო თემაა, მაგრამ ამასობაში ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი გაგვირდებათ და არის უკრაინის თემა. რუსეთი სადაც სუსტდება, რუსეთი სუსტდება ყველგან, პრაქტიკულად ყველგან. საქართველოში ძლიერდება ივანიშვილის მეცადინეობით, თორე ყველგან სუსტდება რუსეთი. პოსტსაბჭოთა სივრცეში, სომხეთში, აზერბაიჯანში, მით უმეტეს ან სომხეთსა და აზერბაიჯანში, თუნდაც მოლდოვაში, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში და აქ კიდე ერთი დეტალიც დავასრულოთ. გეხსოვებათ ვენესუელასთან დაკავშირებით ჯერ ხო 3 დღე იფიქრეს ქართული ოცნების ბანდიტებმა. მერე ქართული ოცნების ბანდიტთა განშტოება საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ამგვარი განცხადება შუალედური, რომ ჩვენ ვაკვირდებით ვენესუელაში
მიმდინარე პროცესებს შემმა 5 წლის შვილმაც კი იცის რა მოხდა და რაღაც აკვირდები მაკამეთქი ასე ვიტყოდი მაგრამ კარგი ნუ აკვირდები არის იმიტომ რომ ესენი ხო ვერ ხმაურობენ ეშინიან დამფრთხალები არიან არ ვიცი მოსკოვიდან ინსტრუქციებს იღებენ და ასე შემდეგ და ოჭორიშვილის უწყებამ რომ გააკეთა ეს განცხადება აგრო აკვირდებიან იმის თაობაზე მეორე დღეს დაკვირვების შემდეგ როგორც ჩანს გამოხდა ეს ბანდიტი შალვაია პაპუაშვილი და ისე სიტყვა დაკვირვება უნდა ვიხმარო მოვიშველიო ხო დაკვირვების შედეგად გააკეთა განცხადება შემდეგი შინაარსის რომ ვენესუელაში მიმდინარე პროცესები ადასტურებს რომ ევროკავშირი არის ევროკავშირი აღარ არსებობს და ევროკავშირი არის რაღაც ოდიოზური თუ რაღაც ესეთი ორგანიზაციაო თუ სივრცეო და ანუ ევროკავშირი რატომღაც ანტიევროკავშირული რიტორიკა, ანტიევროკავშირული ნარატივი მიაბა სამხრეთ ამერიკაში მომხდარ ამბებს, იმიტომ მიაბა რომ ის ხომ რუსეთიდან იღებს ინსტრუქციებს და რაღაი რუსეთიდან იღებს ინსტრუქციებს, ჯობდა რომ საუბრა იმაზე, რა ვიცი, ნიკა გვარამიაზე ასე მაგალითად, ან არ ვიცი, გივით არგამაძეზე პირობით და ეთქვა რომ გივით არგამაძე თუ ნიკა გვარამია თუ რამე შვილობა აქვს რომელიმე პატიმარი, სინდისის პატიმარი თუ პოლიტიკოსი პატიმარი, თუ ზურა ჯაფარიძე რომელიც გამოსულია, ხო, ისინი არიან deep state-ის აგენტები და ვენესუელის თემა მიეკავშირებინა ირაკლი ასე მაგალითად ოქრუაშვილთან. კარგით, ეს იქით იყოს საბოლოო ჯამში მოკლედ უკრაინა ძალიან წინ მიიწევს მოცემულ ეტაპზე მოლაპარაკებების პროცესში და უკრაინაში პროცესზე უკრაინის გარშემო რა პროცესების მიმდინარეობს ძალიან კარგია, რუსეთი სუსტდება, ეს უნდა გვახსოვდეს თითოეულ ჩვენგანს. ნახვამდის.